სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ელენე სწრაფად დაგვაგვიანდება ბებო დაგვაგვიანდება? რომელი საათია? არა არ გვაგვიანდება ჯერ მაგრამ თუ დროზე არის აუზმება აუცილებლად დავაგვიანებთ აუ თუ ვერ მოიფიქრე რა ჩავიცა საერთოდ არ მინდა საუზმა ბებო გუშინ სახამოს ხო გავამზადეთ ჩასაცმელი რაც უნდა ჩაგეცვა აუ ახალი ჯინსი ჩავიცი და ის ზედა არ უხდება ბებო ასე თუ უნდა ინერვიულო ყველა სკოლაში წასვლაზე მაშინ სულ არ მინდა შენი სკოლა ეგრეც არ მერვიულო უბრალოდ მინდა რომ ლამაზად შენ სულ ლამაზი ხარ ბებო გეხოცები საუზმეოცეთ რა აი ერთ ზედასაც მოვიზონებ და მე კაი სწრაფად ოღონდ ბაბა ჩაი თუ ყავა ყოვა ჩაი გინდა თუ ყავა არ მეცან და ვისხავ რა ცოტა ძლიერი ყავა შენც არ გეძინა ელენესავით ელენეს არ ეძინა არა ეძინა კი მაგრამ 2 დღეა ვერ გაურკვევია რა ჩაიცვა სკოლაში თილად ტილოა მან ტილოთი აიჭე მოდ დაჯექი მე დაგისხა დაჯექი მაცივარში მალაუა და ის აისვი და უცბად გაგიჩერებს ტილიც არ მინდა შენ წყნარად ისაუზმე და მე წავიყვან ელენეს სკოლაში რა. კი, შვიდათ იყავი დაისვენე ისაუზმე. წავიყვან უცებ რა უნდა. გამარჯობა ქალბატონო ანა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობა. ჩვენ თქვენი სტაჟიორები ვართ. ვაიმე ხო, დამავიწყდა ბოდიში. სტაჟიორი უნდა მოგიყვანოთ რა პრინციპში მეჭირდებოდა, მაგრამ ოთახში რატო ხართ? ეგ ამის იდეა იყო. რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხო აქ ხარ? კარგი, ერთი წუთი, მაგრამ მე ერთი სტაჟიორი მეჭირდებოდა. სწორად გახსოვთ? ალბათ რაღაც შეცდომა. ან შენ ხარ არასწორად. შეიძლება HR-ს ორივე მოეწონოთ, იმდენად კარგები ხართ, ამიტომ დაგტოვოთ. დასხადით. სახელები? სალომე. მე ერეკლე. მე ანა ვარ, კიდევ ერთხელ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. რაღაცებში დამჭირდება თქვენი დახმარება, ხო? და ჩემგანაც თუ რა თქმა უნდა რამეს ისწავლით, მხოლოდ გამიხარდება ყოველთვის დაგეხმარებით. ოფისი დაათვალიერეთ უკვე? კი, სამჯერ. რა იყო ესე მოგეწონა? არა, ჩვენ ბრალი არ არის, თუ უბრალოდ თქვენ დააგვიანთ 9 საათით და ალბათ საცობი იყო. ხო, თან ლიფტიც არ მუშაობს. გინდათ დავრეკავ ლიფტს გავაკეთე? არა. იყოს დარეწავენ და ყველაფერს მოაგვარებენ თქვენ არ ეხებოთ. კარგი. ჩვენ საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ დღეს შევეცდები, რომ ძალიან არ დაგტვირთოთ, ხო? Excel-ში რომელი უკეთესად მუშაობ? მე. კარგი. ანბანი დავწყოთ, ესე იგი, არის პირველი ანბაში, ამიტომ ერეკლე დაიწყებ შენ. სალომე გააგრძელებ შენ. და ასე უფრო დავეწყობით, ხო? ნამდვილად.
მერე დაიწყო ამ ბიჭმა ტელეფონის უყურადღებოდ დატოვება. როგორ მიყვარს ეს ფილმი? რა იყო რატო ხარ ესეთ ჩაფიქრებული? კოპაზე ნერვი ვიყოლ. კოპაზე? რა არის ამ ხელა ღვეზელი რო წამოგიღია მალხას არ დაუტოვე? მალხას აქვს საკმარისი, მითხარი შენ რა ჭირს კოპას? მე არ ვიცი ნუნო რა ეს ბოლო თვეები ვერ ვცნობ ძალიან გაფანტულია თითქოს სხვაგან არის ანუ აი ელაპარაკები და არ ესმის მე გონია რომ გისმეს აღმოჩნდება რომ ნახევარი არ გაუგია ой თავიდან მეგონა რომ მეჩვენება მაგრამ არა აშკარად არ მეჩვენება ხოდა უნდა მივიდეს აუცილებლად ექიმთან ხო მეც ეს ვიფიქრე იცი დღეს ვეტყვი აუცილებლად. დაელაპარაკე და უთხარი, რომ ნევროლოგთან მივიდეს. როგორ ფიქრობ ნევროლოგს? აუცილებლად მე გავიგებ, ვინ არის ამ სფეროში ყველაზე კარგი და გეტყვით. ნუ გთხოვ რა. რას გთხოვე ხარ გწვენია? რა თმინდა თხოვნა? კაი, მოდი გადაიღე რა. არ მინდა არა. რა არ გინდა, მოდი. რა კარგ ხასიათი ხარ, ჰა? ის მიხარია რომ გასაქმებ და ხელფაც გიხდი. მივხვდი. ახალი შეკვეთა გაქვს? დიახ. მაგრამ თავარია ეს სასწრაფოდ დავამთავროთ და მერე დავიწყოთ ის. რა პრობლემაა, ისედაც 4 კაცი საქმეს მარტო ვაკეთებ. ვიცი როგორ დავიღალე. კაი რაზვიად რა. იცი რა რთულია? გუშინ ერთი ბავშვი ორჯერ დავბანე. მერე მაგას რომ მივხვდი, ის ვეღარ გავიხსენე, რომელი დავბანე. და შემდეგ თავიდან მომიწია ორივეს დაბანე. მეც რა გამოდის, რომ ერთი ბავშვი 3ჯერ დაბანე და მეორე ერთხელ? ხო. ბანაობის დროსაც ვერ არჩევ? არა, ეგრე ბანაობის დროს ვარჩევ. კაი, არა უშავს, დაამუღამებ შენ კი. კობა სად არის? არ ვიცი, რაღაც საყლად გავიდა და მალე მოვალ. ისე აი ამ შეკვეთასაც და იმ ახალსაც ძალიან მალე დედას უტირებთ მე და კობა. აი ნახო. ხო, რაზვიად რა. ცოტა ტემპს თუ არ მოუმატეთ? კლიენტებს დავკარგავთ რა. უნდა მოუმატოთ და მოუმატოთ რა. მენდი შენიც. ხო ნინო. მოიცა რა? საუნდყოფოში რა გინდათ? არა, რა ჭირს? არა, კარგი დაწყნარდი, უთხარი რომ მამიკო გზაშია და მალე ვარიტიროს. კარგი? რა ხდება? რა საავადმყოფო? უნდა წავიდე რა, ნინიმ დამერიყა და ბავშვი არის ცუდა და საავადმყოფოში არიან ყველანი ჩემი. აი, არ ინერვიულო ხარ, ისეთი არ იქნება სეში არაფერი რა. ბოდიში რა, გავალ და დაგირეკავს საღამოს. რომელია? გვანცა თუ შმაგი? რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს? ორივე ერთი არ არის? თუ რამეა დამირეკე. გამისკდა გული. ეს დროული მერხზე დაგჭა და 10 წუთია მოგხსდა. სწრაფად იდარბი ხარ. დაჯექი მოდო. არ ვიცი როგორ გითხრა, მაგრამ ყველა ირბინე ამ როლს მაინც კლასში ვდავებ ხოლმე. მე კი მეგონა დღიურიან რამე პირადი იყო. არა, ეგეთებს აღარ წერე. რატო? რა ვინმე რო წაიკითხოს? შეგიძლია სკოლაში იპოვო რამე დასამალი ადგილი. მე კლასზე რო წაიკითხა.
მაშინ მე შემიძლია შეგინახო. იქნება დაარჩენ არ მინდა რომ წაიკ. არ წავიკითხავ. დედას გეფიცერით. რას უსმენდი? ბილია? ეს ახალი ალბომიდანაა. კი. ვა. TikTok-ზე როგორ ხარ? დაგამატებ და ბილის ძალიან მაგარი ედიტებს ჩაგიგდებ. მომენტ შეგიწევ. მადლობა. აბა ხვალამდე. ხვალამდე. კარგი გაჩერდი, თორე თაბრო დამეხوارა. რა ვქნა, ნერვიულ. დაჯექი და ისე ენერვიულობა. არა, ისე არ შემიძლია. რატო ტირო და ნეტა მამას ვაშკაცი, ჰა? ოზრი დასახმარება დაგიწახე და უფრო მანერვიულებ. რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია. ვაიმე, ნინო ეკიმო, როგორ არის შმაგუნა? რა ვიცი, მშვენივრად რა უჭირს. რას ქვია, რა უჭირს, გასკდა ბავშვი ტირილით. ტირიან ბავშვები ბატონო. ანუ მხოლოდ ტირო და მეტი არაფერი არ ჭირს. ნუ, გაზები გქონდა ცოტა. მაგრამ ეგ არაფერი, გაზები ყველა ბავშვს აწუხებს. აქტიურებული ნახშირი მივეცეთ და უკვე ჩაეცინა. ამის გამო მოვედით აქ? რა ვიცი. გაზები ბავშვებში გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ ამის გამო მოყვანა არ იყო საჭირო. ბავშვი ჩემს კაბინეტში სცინავს. გამოგიყვანთ და უკვე შეგიძლიათ წაიყვანოთ. უკვე? დიახ. დიდი მადლობა, ექიმო, წავიყვანთ. სამუშაოდ თითქმის დამთავრდა უკვე და იმის ნახევარიც არ გვაგაკეთებული, რაც დავგეგმეთ. მე მგონი მართლა რაღაცა გჭირს, იცი? კაი, გასფერ რა. ორი ფეხი და ორი ხელი მაქვს. მაგრამ ამაზე მეტს მე მარტო ვერ გავაკეთებ. ვიცი. მეც ახლა ვცდილობ რაღაცით მოგეხმარო, მაგრამ აბა. ზიადას კიდე რო დავინახავ მიხარია, მაგრამ რავი, სანამ გავხედავ უკვე წასულია. აი რა. ბიჭო, ზიადასიც მესმის ახლა რა. ორი შვილი ყავს ბიჭო, თან ტყუპები. შენ გახსოვს ელენე რო გაჩნდა სუდაკარგული იყო. რო გაიღვიძებდი, რო დაიძინებ და დაიძინებ. ხო, მაგრამ იმას მაინც არ კვირდებოდით, რომ ბიჭებო, აბა წამოდით ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ. აი რა. აუ ზოგჯერ მაგრა უბრაზდები ზვიადაზე, მაგრამ მე თან მესმის ხოლმე რა. თან ეს არსენაც არ არის. ახალი კადრი რო ავიყვანოთ, მაგის ფულიც არ არის. იმაში გეთანხმები ძმაო, რომ რაღაცაა შესაძლებელი და მოსაფიქრებელი. რა ქნა იმან დაგირეკა სამოთოფოდან. ნუ არა და იმედია რამე ცუდი ამბავი არ ხდება იქ. აი სანამ დაბნელ და რასაც მოვასწრებ გავაკეთებ რა. Traveling alone in an empty carriage, thinking of you, thinking of every hour is an age without her. Every mile just takes me further away from you, away from me. მე რა მოვედი კატოს ეცინა. მე თაკოც მივუწოდა ორი ეცინავთ. ის გაფუჭდა? რატო? ხმარა. მუნჯად უყურებ. აუვალი რა. კაი, მომიღებით ასული. რა ხდება? ეხლა მაშინ რომ დაგიწყო ამის მოყოლა დასო უამრავ კითხვას და მე არ შემიძლია. სხვა დროს როდის რო წავა ის კატოს სკოლაში მე მომიყევი რა. შენ თუ გონია კატოს სკოლაში რო წავა შენ მუნჯურად არ უნდა უყურო ფილმებს ძალიან ცდები.
გინავე გამოვიცნო ხა რა ხდება აქ? მიდი. აქ წერანი იყო ერთი გოგო, სანამ შემოვიდოდი. ეხლა კიდე გამოჩნდება. იმ გოგოს, მოკლედ, ვერ გადაუწყვეტია, აი ამ დილემის წინაშეა რა. რომელთან დარჩეს? თავის ყოფილ ქმართან დარჩეს თუ იმასთან, ვისგანაც შვილი ჰყავს. გამოვიცანი. გოგო არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. და აქ ჯერ მარტო ორი ბიჭია. უი. აი, მაშინ შენ მომიყევი, მიდი. მიდი და კერეს. რაღაც მინდა გითხრა რა. ყირა არ გაჭირო ძალიან. მოდი ერთი წუთი. გასაგებ უკვე ვხვდები, სადაც მიყავს და ვიცი რაც უნდა მითხრა. აი, ის მიდე, მიდი. აბა, დაიწყე. იცი რა? ხო. მესმის. მე ვარ ცოტა არ ვარ კარგად. ცოტა გიჟი ვარ. ძალიან კარგია შენ თუ რო აღიარებ ამას. დედა რა გინდა მითხარი? კატოს ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ ძალიან მინდა რომ მივიყვანოთ ერთ ექიმთან. კიდევ. რატო ხო ყავდა ამ ერთ ექიმთანაც ყავდა, ორთანაც, სამთანაც და იდეალურ პედიატრთან დადის. რატო უნდა მივიყვანოთ კიდე? აი რატო იცი ეს რაღაცეები? რატო უნდა მივიყვანოთ მითხარი? აი ცოტა უფრო სიღრმისეულად. აუ დედა, ესე იცოდი შენ მთელი ჩემი ბავშვობა გამწარებული მქონდა. კვირაში ერთი დღე ვიყავი ხოლმე ექიმთან, არაფერი არ მჭირდა. და ნერვიულობდი ტყუილად. გეხვეწები შენ დამშვიდი რა, გთხოვ, დამშვიდი, დაწყნარდი, არაფერი არ არის საპრობლემო, ყველაფერი იქნება კარგად და იდეალურად. შევთანხმდით? ლალი, შევთანხმდით? ძალიან კარგი, წავედი პაუზს დავლები. მეც მინდა. და მოქალაქე. შაქარი ამდენი გქონდა. ორი შაქარი და ნახევარი წყალი. იქნებ დაიმახსოვლო. ელენემ დაიძინა. ჩაის დალევას ვაპირებ, დალე. გოგა. ჩაის დალე. აუ, ბოდიში ფილმს უყურებდი რა. არა, ყავის დალევას ვაპირებდი. რა ყავა ღამე ისედაც არ გძინავს. ხო, მაშინ არ მინდა. გოგა რა ხდება? გაზი რა ხდება? რა ვიცი, ამ ბოლო დროს სუკაფანტული ხარ, ყველაფერი გავიწყდება. აი თითქოს ენერგიაც გამოცლილი გაქვს. რატო გემართა? არაფერი, რა ვიცი, სამსახურში ძალიან ბევრი საქმე მქონდა და გადავიღალე უბრალოდ. კარგად ვარ. და მე რო ხვდები რომ რაღაც გჭირს, ხო იცი, მე ვერ გამომაპარებ. ნუნუს ყავს ძალიან კარგი ნევროპათოლოგი. აუ, კარგი რა. არა, მომისმინე ერთი წუთი. არა, ეხლა სად მაქვს მაგის დრო გეხვეწებით რა. მილიონი საქმე მაქვს სამსახურში, თან ელენასაც უნდა მივხედო რა. კარგი რა, ერთი ვიზიტი რა დროს წაგარ. ხო, აღარ მითხრათ ეგ რა, იქ ხვეწებით რა. ანუ დავისვენებ და ყველაფერი კარგად იქნება რა. მარტო. შენ ხო იცი რომ შენი კარგად ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ელენესი უფრო მნიშვნელოვანია. და ელენე მაშინ იქნება კარგად, თუ შენ იქნები კარგად. ხო იცი ეს? ჩაის დაგისხა. There's a song I sing. I'm tired of everything.
easy stars so bright. Somewhere inside I know I got young. This light I see many miles away from me. გამარჯობა. მოდი. არა, აქვე გეტყვი. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ რა? პირდაპირ გეტყვი რა. ჩემი და შენი ერთად მუშაობა არ გამოვა. არა, შეიძლება შენ ეს სამსახური ძალიან მოგწონს და გჭირდება კიდევაც, მაგრამ უნდა წახვიდე. სერიოზულად მეუბნები. აბსოლუტურად სერიოზულად გელაპარაკები. დაგეხმარები რომ იგივე პირობებით სხვა სამსახური იშოვო, მაგრამ მე და შენ ერთად არ უნდა ვიმუშაოთ. არც შეიძლება და არც მინდა. მაგდებ. არა, არ გაგდებ. შენ თვითონ უნდა წახვიდე. გიორგი, ხო შეიძლება. ერთი წუთით. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მოიქცეს სწორად. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. და იმედია შენ ყველაფერი კარგად გაიგო.